მოდი ჩემო ძვირფას. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად შეგა. მიხარია რომ გესტუმრა. პარტა ჩამოგართმე. პუნქტუალურად. ლელა მებურიშვილი. სახიობი და ტელეწამყვანი. არ შემყარვია რომ ესე პუნქტუალურად მოხვიდოდი. როგორ ხარ? მობძანდი? შვენივრად. ესეთი კარგი ამინდია. ამ საوارძელს ხო, საერთოდ ეს ჩემი საყვარელი პერიოდია. ხო და? მე მგონი არა მარტო შენი. ზოგადად. თან ფერებით საყვარელი პერიოდია. ფერებით შესაბამის ჩაგიცვამს ტრადიციულად. როგორ ახარ? ძალიან კარგად. სიმართლე რომ გითხრა, ამინდის შესაფერისა დაიმეცვია ხოლმე და ზამთარშიც ვცდილობ რა გაზაფხული სულ გქონდეს. ფერებით, შეგრძნებებით, რაღაცა ამინც არა უყვე და აქეთ ამყვეს ამინდი. და ღემილებ, ეხლა გავიხსენებ, ბევრი წელია გითხრა და სულ რაც ნახე ხარ, სულ იღემი. ანუ შინაგანად სულ გაზაფხული გაქვს. იცი რა, ზოგი ფიქრობს რომ შეუძლებელია ყოველთვის ღიმილის ხასიათზე იყო. ჩაი მაშ ჩემი გადაცემით მომედან ჩაი არ გიждები ჩაიზე ვიცი მაგრამ იცი რა აქ კაფე ივერეში ყველაფერი გემრიელია. როგორ შეიძლება ყავა და ჩაი არ იყოს დღის დასაწყისი. ყავას არასდროს ავსვამდი, რატომღაც გემო არ მიყვარს, სუნი ძალიან მიყვარს, მაგრამ ჩაი მიყვარდა ყოველთვის. უბრალოდ ლიმონი მიყვარს და ლიმონი ძირითადად აკარგინებს იმ მთავარ გემოს ჩაის აქეთ გამომდინარე ლიმონს უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ. ასევე მთავარ გემოს შაქარიც აკარგინებს, მაგრამ მაინც უნდა კითხო, შაქრიც ვამ თუ უშაქრო? არა, შაქარს საერთოდ არ ვიღებ. უშაქრო. უშაქრო. როგორ მიხარია, რომ ესე იგი ერთაზე ვარ ბევრ რამეში. უკვე აი ჩაი და უშაქრო. უშაქროთ, ჩაი აუცილებლად ყავასთან მეც მწყრალად ვარ, ფერები მეც მიყვარს, გაზაფხული მეც მიყვარს და სტუმარიც ისეთი მიყვარს, რომელიც დიდი ხანია მიყვარს. ლელა, რა ხდება პროფესიულად? ესე იგი, ისეთი რაც შეიძლება ჩვენმა ყოველმა არ იცოდეს ან იცის და კიდე ერთხელ გავიმოვიდეს. იცი რა, ძირითადად ისევ და ისევ ვარ ვარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ჩემთვის უსაყვარლეს საქმეს ვაკეთებ, რა თქმა უნდა საბედნიერად. და ეხლა დამთავრდა სატელევიზიო პროექტი ან საქართველოს ვარსკვლავი, რომელიც რაღაც ძალიან დიდი სასიამოვნოა ჩემთვის, ანუ ესეთ პროექტებში მიიღება მონაწილეობის, იმიტომ რომ ანუ ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანებისთვის კიდევ ერთი რაღაცა სტიმულია. აქვე უთონებსა და ზულოცავს სიხარულით და გამიხარდა. ესეთი რაღაცა გამარჯვება, საინტერესო და ეს ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ესეთი ნიჭიერ ხალხთან გაქვს ურთიერთობა. და ეხლა დაიწყო კიდევ ანუ ბავშვობის იგივე პროექტი, მსგავსი უფრო სწორად რანინა. პირველ საზოგადოებრივ მოუწყობელზე, რომელიც აი ესეთ 10 უნიჭერესი ბავშვიდან ახლა უნდა გამოვავლინოთ ერთი, რომელიც საბავშვო ევროვიზია და წავა საქართველოს და ამ პროექტის როგორც წამყვანი ხარ ერთ-ერთი წამყვანი, როგორ მიხარია. რამინე ეცი კითხო, ჩემცაც უკითხავთ ხშირად, როცა მე ვარ ხოლმე რესპონდენტი და შენც უნდა კითხო. სცენაზე ბავშვობიდან ხარ ამაზე ველაპარაკობ, სანამ პროფესიულ სცენაზე იქნებოდი, მანამდეც ესე იგი ბავშვობიდან მახსოვს რომ ამ სფეროს ეუფლებოდი. და მე უკვე წამყვანის ამპლუაშიც. ბევრ მსახიობს ურთულდება წამყვანება, ბევრს უადვილდება. შენ კომფორტულად გძნობ თავს? რო არ გძნობდი არ იქნებოდი თავის თავს, მაგრამ აი რაღაცნაირ ეს ორი სცენა და ეკრანი. იცი რა, ორი მართლა აბსოლუტურად განსხვავებული სფეროა. და როგორც თქვა თეატრი და კინო არის სრულიად სხვადასხვა რაღაც და ვთქვათ თეატრში სულ გინდა რომ იყო, მაგრამ გენატრება კინო და გადაღება გაკლია. მე რაღაცომღაც შევეჩვი ასევე ესე ტელევიზიას და როცა ვთქვათ რაღაც პერიოდი მაქვს რომ არ ვარ გადაცემაში, მაქვს ხოლმე ნოსტალგია. რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი პროფესია არის მსახიობობა და ყველაზე დიდ სიამოვნებას ვღებულობ, როცა გადაღება მაქვს და ფილმის გადაღება სერიალის პროფესიონალური გადაღება, მაგრამ ესეც რაღაც სასიამოვნოა, როცა რაღაცა კომუნიკაცია, როცა ურთიერთობაა და როცა თან ფართო მასაზე არის ეს ყველაფერი. კი, სასიამოვნო ნამდვილად გეთანხმებით და კარგი როცა სიამოვნოს. მე ვიცი გარკვეული წამყვანები მსახიობები, რომლებსაც უჭირთ, მაგრამ რაღაც შემოსავლის ან საქმის გამოარიან და ნუ ტანჯვამათვით ერთის თორე ორის მორჩება. დღეს ლაპარაკობდი ზუსტად ჩემ მეგობრებთან, რამხელა მაურის სიამოვნება და რამხელა გამართლება, როცა იმ საქმეს აკეთებ, რაც გიყვარს, იმიტომ რომ ძალიან იშვიათია ეს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში იშვიათია. ჩვენს ქვეყანაში და ისედაც რომ იპოვო ის რაც გაბედნიერებს და შენი საქმე იყოს, ეგ ძალიან იშვიათია.
ძალიან კარგი. სახიობსაც იშვიათად აქვს ერთ ბედნიერება, რომ ზუსტად ის გააკეთოს, რაც მხოლოდ ჩემი საქმე კი არ ვაკეთო, თან ისეთი, თქვათ, სპექტაკლი იყოს, ისეთი ფილმი იყოს, რომელიც თქვათ ჩემს სათქმელს ის როლი კი ბატონო, და ასევე შენ დროსაც და ჩემ დროსაც, მაინც შენზე უფროსი ვარ. კარგი. გვეტყობა კიდეც თქვენები გამოიყურები. ძალიან ბევრი შენ დროსაც ჩემ მანამდეც უნიჭიერესი, რომლებიც რაღაცა ინსტიტუტში ითვლებოდნენ, რომ ეს არის რაღაცა მომავალი თეატრის ვერ პოვეს ვერაფერი და დღეს შეეშლით პროფესიას. ამიტომ გამართლება, მე მგონი ჩვენ პროფესიაში გამართლება ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. გეთანხმები. მე ვფიქრობ არა მარტო ჩვენ პროფესიაში, მაგრამ ჩვენ პროფესიაში კიდევ უფრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამართლება. ახლა ნიჭიერი ადამიანები ზოგჯერ იჩაგრებიან ხოლმე ამ გამართლების გამო. ეხლა რა მინდა იცი კითხო. შენ ძალიან დადებითი ადამიანი ხარ. მადლობა. ვინც გიცნობს ახლა ამას შეჭვიარებარა და ვინც არ გიცნობს და ეკრანიდან ასეინიდან გიცნობს, გეტყობა შენ ოდენმე ხალის. ვიღაცისთვის დადებითი ვარ, ალბათ ვიღაცა. არა, არ მგონი ახლა მე ადამიანი ნახო, ვინც გიცნობს ან იცის ლალამებურიშვილი და უმრავლესობა ამითის, რომ ესე არ თქვას, იმიტომ რომ სულ იღიმის უკეთილი ხარ, თვალების ფერიც ხელს გიწყობს ამაში. ამის ფონზე მინდა კითხო, რაღაცნაირად კეთილი ადამიანი ხარ, მოკლედ. ეს სიკეთე თავის დარმოდის. ღმერთი გაძლევს, ოჯახი გაძლევს, გარემო გაძლევს და ხშირად გაძლევს ის სივრცე, რა სივრცეშიც უნდა გადაგიყვანო, ეხლა მე შენ ცოტა ხნით. რელიგიაზე მინდა გარკვეული რამდენიმე კითხვა დაგისვა, ძალიან საინტერესოა შენი დამოკიდებულება, იმიტომ რომ მე შენ ადრე მინახე ხარ ტაძარში, სიონში, როგორც ვიცი, მოძღვარეთ ყავდა. თუმცა ეს თემაა, რომ ბუნებრივია მაშინ ამაზე საუბარს არ დაგიწყებდი, მაგრამ ეხლა სარგებლობ შემთხვევით რა ხარ სტუმარი ამ სტატუსში ხარ და კითხავ, რა დამოკიდებულებაში ხარ ეკლესიასთან. იცი რა არის, ანუ მართალი ხარ, ანუ სიკეთე და დადებითი ემოციები ჩემი აზრით ამ რთულ სამყაროში, საიდან უნდა მოაგროვო და საიდან შეინარჩუნო, ძალიან რთული საკითხია და ზუსტად ეკლესია და რელიგია და სარწმუნოება არის ის წყარო, რომელშიც უნდა ეძებო ჭეშმარიტად ეს ყველაფერი. კი, სიონი ჩემთვის არის, არ ვიცი, მსახლივით, იმიტომ რომ ყოველი თან ძალიან ახლოს ცხოვრობდი ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში. თან არის და ძალიან ხშირად ჩავდიოდი და ზოგჯერ გადაღება გვიან რომ იმთავრდებოდა ხოლმე, ისე გვიან დამთავრებულა რა პირდაპირ 6 საათზე, 7 საათზე მივსულ ვარ და დაკეტილი კარი გაუღიათ და რა გინდათ. ანუ რეალურად ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის ზუსტად იქ ყოფნა და ეხაც როცა ჩავდივარ საოცრად ვგრძნობ თავს. იქ ყველა წერტილი არის ჩემთვის რაღაცა საოცარი სასიამოვნო რაღაც მომენტის და ავიც პერიოდის გასახსენებელი, არა ჩემი ცხოვრების პერიოდის, არამედ აი იმ მომენტის, როცა თქვა იქ წირვაზე და ლოცვაზე ვმდგარ ვარ. რა საკიდან დაიწყე? შენ თქვი რომ იქ ცხოვრობდი და ძალიან ახლა მეორე სახლებით არა? აი შენით მოგინდა ოჯახი, რადიოდან მიხვედი, იმის მაგალითზე მიხვედი, აი როგორ იყო პირველი ნაბიჯები შენი ეკლესიაში? აი იცი რა იყო? ეს მე გითხარ რაღაც ჩემი ოჯახი აქტიურად თქვა წირვას ყოველ კვირას ესწრება და თქო არ იყო ესეთ და საბედნიეროდ ახლა ესია და აი ყველაფერმა არ ვიცი ჩვენ დავიწყეთ ბავშვებმა და მშობლებმა გააგრძელეს მე მგონი უფრო და ჩაერთნენ. და მიხვდნენ რა მხოლოდ სიამოვნება ეს როცა აი უკვე ეს შენ გაგიჯდება და ყოველ კვირას უბრალოდ არ შეგიძლია რომ წირვაზე არ იქე. აი არ ვიცი ძალიან პატარა ვიყავი ძალიან პატარა 8-9 წელს არ გულისხმობ ეს გაუცნობიერებელი იყო რა თქმა უნდა 8-9 წლისაც დავდიოდი მაგრამ უკვე ალბათ სკოლა რო დავამთავრე ნელ-ნელა გავაცნობიერე რომ ეს მჭირდებოდა და ეს მომწონდა და ამისგან ძალას ვხებულობდი. ვცდილობდი რომ რაღაც წირვის მერე დავრჩენილიყავი რაღაც მიმელაგებინა აი ამის ნაწილი ვყოფილიყავი კიდე უფრო მეტად. იმიტომ რომ უბრალოდ წირვაზე გამოციქავს რაღაც აღარ მაყმაყოფილებდა. მეტი გინდა. ხო, მეტი მინდა და არ ვიცი მონასტერშიც ხშირად წავსულ ვარ იმის გამო რომ კიდე უფრო მეტი და მეტი შემეგრძნდა, იმიტომ რომ ეს მართლა მე ამის გამღებულობდი იმ მაქსიმალურ სიამოვნებას. იცი რა, როცა ჩვენ სფეროში ხარ და თქო დაამთავრებ ინსტიტუტს და თქო თეატრში ხარ, ვიღაცას უკითხავს რომ რაღაც არ ეწევი, რაღაც არ გიყვარს. ჩემდაც უკვე სახიობი ხარ და ხო, არ სვამ. რა დალიო, მე ხაც სუწია რომ ღვინო აუცილებლად უნდა დალიო და შეიძლება ისე ვინო მე უბრალოდ არ მიყვარს ალკოჰოლის გემო და არ ვსვამ. ამაშიც დამემთხვიეთ? ხო, მე არანაირად არ ვამბობ, რომ თქო ვიღაცაზე უკეთესი ვარ ამითი პირიქით, ანუ მე ზოგჯერ მდომებია რომ რატომაც არ რაღაც ერთი ჭე გადავლიო, არ მსიამოვნებს და აქედან გამომდინარე ბევრს უკითხიათ, რომ აი რა რითი ღებულობს სიამოვნებას და
არ ვიცი, შეიძლება რაღაც ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ აი ესეთი რაღაცების გამღებულობდი მე სიამოვნებას და საერთოდ არ არის ეს სამართლო პირიქით. პირიქით, ძალიან სასახირულო, მაგრამ ეხლა რაღაცას გისმენ, ხო ამ ხებულობდი, დავდიოდი, ვიდიოდი, ვალაგებდი. ეხლა ვეღარ ახერხებ და ამ გამოიწვია შეიძლება დედობამ, შეიძლება პროფესიამ? კი, არა, პროფესიამ არანაირად, იმიტომ რომ თავის გამართლება გიყვარს. გადაღებიდანაც აი გვიან ღამის თენების მერე გადაღებიდან დაღლილი მისულ ვარ ტაძარში პირდაპირ იმ მომესწრო და ხეძირად დაწობი და გაითიშები მე ვეღარ ადგები და იმ მისულ ვარ იმიტომ რომ არ შემეძლო ამის გარეშე და წარსულში იმიტომ საუბრობ რომ რადგან ახლა ორი პატარა ბავშვი მყავს არ ვიმართლებ თავს და ნამდვილად არ არის ეს გამართლება მაგრამ უფრო მიჭირს ანუ დროის გამონახავ თქვა კვირას დილით დატოვება ბავშვების და ეს მაგრამ ბავშვები არ მიყავს ხოლმე არაზეარე ძალიან პატარები არიან და მგონია რომ ვერ გავაჯერებ ვერსად იმიტომ რომ ხო ზიარებაზე მიმყავს ხოლმე დედათად ხო და რაღაცა ვცდილობ რომ რაღაც ნელ-ნელა რაღაცები მოვუყვე ამ ყველაფერზე მაგრამ აქ და აქ შინაგანად არ წდები ხო? არა რა თქმა უნდა ანუ ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ არ დავდივარ არა ყოველ კვირას სისტემატიურად თქვა ვერ ვესწრებით არა რა თქმა უნდა ანუ მე არ შემიწყვეტია თქვა ჩემს მოძღვართან ურთიერთობა არ შემიწყვეტია აზარში სიარული და ანუ ვცდილობ რომ ვეზიარო თვეში ერთხელ ძალიან უცნაურ კითხვას დაგისვამ ახლა და მე შემდეგ კითხვებს მივხვდები რატო კითხე როგორ ფიქრობ ახლა მაყურებელი რომელიც ჩვენ გადაცემას ნახავს გაუკვირდება ჩემი ამ კუთხით გაცნობა რომ ლელა მებურიშვილი ესე საუბრობს ეკლესიაზე შენი აზრი და შეიძლება ხვდები რატო გეკითხები და თან კითხავ ამ კითხვასაც შემდეგ კითხვა ვერ ხვდები რატო მეკითხები მაშინ პირდაპირ კითხავ მაშინ რატო გეკითხები და შეგიძლია ეს ორი კითხვა ერთ ფასში გაერთიანო დღეს რაღაც სუ ტენდენცია წამოვიდა თუ ცოტა შეხარა ქვია არ მინდა ცოტა სიტყვა ვიხმარო თუ მოკლედ ლანძღავან აკრიტიკებ ეკლესიას და ზოგი თვლის რომ პერიქე თუ ეკლესიაში დადიხარ ცოტა ჩამორჩენილი ხარ ცოტა კაი ტონია ხო ამის ფონზე აი შენ ძალიან ცნობილი ადამიანი ხო ძალიან წარმატებული უცებ რომ გაიგებინო შეიძლება ესე ხარ ეკლესია და ნანოფრო ისე აქტიურად ვეღარ დადიხარ შეიძლება გაუკვირდეთ ან ზოგადად ეს თემა შენთვის რაღაცა ჩემთვის ბავშვობიდანვე დროს აყოლილობა აი მოდურობა ძალიან არ მომწონდა. ის თქვათ ჯგუფი მუსიკალური რომელიც აი ყველას მოწონდა და ყველა გოგოც უდად ხდებოდა, ჩემთვის ავტომატურად რატომღაც არ იყო სასურველი და მოსაწონი. ეს არ ვიცი, მე ესეთი ადამიანი ვიყავი. ჩემს გარშემო ყველამ რო დაიწყო მოწევა და კაი რა მოხდა მოწიე, ეგ ჩემთვის იყო სრულად მიუღებელი მხოლოდ იმიტომ კი არა რომ ჩემ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ყველამ დაიწყო და მე არ მინდოდა ყველასნაირი ყოფილიყავი. და ესე იყო ძალიან ბევრ საკითხში ჩემ ცხოვრებაში და მე მგონია რომ ადამიანს თუ რაღაც თავის შეხედულება აქვს და თავის დამოკიდებულება აქვს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით და ამას დრო ცვლის არ ვიცი ძალიან არ ვეთანხმები ამას იმიტომ რომ ჩემი ძალიან კარგი მეგობრები რომლებიც მართლა საოცრად კარგი ადამიანები არიან ბევრჯერ უთქვამთ რაღაც თქვათ ჩემ დამოკიდებულებაზე რაღაც საკითხების მიმართ რომ ლელა მეც ესე ვფიქრობ თან ჩუმად ლელა მეც ესე ვფიქრობ მაგრამ ეხა ხო იცი რა დროა ანუ ეხა რა დრო აი ნუ ურჩევ თქვათ ახალგაზრდას მაგას იმიტომ რომ გაუჭირდება აი ამ პრინციპებით და აი ამ აზროვნებით ცხოვრება და მესმის რომ ძნელია მესმის რომ რთულია იმიტომ რომ მესმის რომ ვიღაცისთვის შეიძლება სასაცილო იყოს და დასაცინი იყოს და მე მართლა ბევრჯერ თქვათ დაუცინი ვარ შეიძლება ცუდი სიტყვა მაგრამ აი ხო გითხარი კი ბევრჯერ თქვათ ჩემ სფეროში უთქვამთ რომ აი რა ეს მონასონი და ეს ანგელოზი და რაღაც რა აღიზიანებთ რა თქმა უნდა თუ შენ არ ხარ ყველასნაირი და გამორჩეული ხარ ასევე პატარა რო ვიყავი აღიზიანებდაც და რთული იყო ამ პოზიციის შენარჩუნება ბოლომდე და ეხაც შეიძლება იყოს ის რომ თქვათ შენი პრინციპები დროს არ შეესაბამება და დროს უნდა აყვე და ჩემთვის საშინლად არასასიამოვნოა ეს ფრაზა რომ მე ჩემი რა ვიცი ეს რა ვიცი სათუთი ემოციები დავთმო იმიტომ რომ ვიღაცა ვერ გაიგებს და მოდური არ არის და იცი არის ახლა მე მინდა ახალგაზრდებმაც გაიგონ რომ შენ თუ ამას დაიცავ და შენ თუ იქნები შენ საქმეში პროფესიონალი და შემდგარი და შენ თუ კითხვებზე პასუხი გაქვს და ვერავინ ვერ მოახერხებს შენს დაჩაგვრას ვერავინ ვერ მოახერხებს შენს დაცინვას და პირიქით ნელ-ნელა ყველასთვის სამაგალითო იქნები მისაბაძი იქნები და აქეთ დრო გიჩვენებს რა შენ ხარ მოგებული აი დამიჯერე ესეა ჩემ ცხოვრებაში ყავს თქოში ესე მე რომ ჯერა მაგის ამ გადაცემას იმიტომ ვაკეთებ და იმიტომ ვიცი შენ ზაიშტომრებს რომლებიც ესე აზროვნებენ ხმამაღლა შემიძლია თქვა ერთ-ერთი
ასე თქვა სურვილი, მიზანი არ ერთ-ერთი სურვილი ამ გადაცემის ეს არის, რომ აი სიტყვაზე შეიძლება ეხლა ბევრმა ახალგაზრდა მოგისმინოს შენ, რომელიც ესე ფიქრობს. მოდას არის აყოლილი და ფიქრობს რომ თურმე შემილია მივთქვი ხმამაღლა ეს და კი რა თქმა უნდა და იცი რა ეხლა მე ვფიქრობ უფრო ბავშვებზე მაგიტომაც მომინდა შენს გადაცემაში მოსვლა პირველ რიგში რომ ახალგაზრდები რომლებიც სკოლაში სწავლობენ სკოლაში სწავლა მაინც ყოველთვის ბევრ პრობლემასთან და სირთულესთან არის დაკავშირებული 1000 რაღაც წვრილმანი შეიძლება იყოს რომელმაც შეიძლება რაღაცა დაგჩაგროს ვერ გაგაძლევს თან პატარა ხარ და მაშინ იწყებ რაღაც შენი თავის დამკვიდრებას და ეხლა მით უმეტეს როცა მოდურია ბევრი ისეთი რაღაცა რომელიც შეიძლება შენთვისაც მიუღებელი იყოს როგორც ახალგაზრდისთვის მაგრამ რადგან მოდურია და რადგან ყველა ძალიან მაგარი ტიპი და ძალიან მაგარი გოგო ამას აკეთებს და ესე იქცევა და შენ დაგწინიან რომ მათ წავით არ იქცევი მათ ძალიან უჭირთ ამ მომენტში და ძალიან ხშირად როცა სუსტი ხარ და როცა პატარა ხარ ვეღარ უკლავდები ამ სტრესს და დატვირთვას და ამიტომ მე მინდა რომ ეს გაიგონ რომ პირიქით ანუ გაუძლონ იმ რამდენიმე რაღაცა სტრესულ დატვირთვას თუ რაღაცა შემოტევას და თავის პრინციპებს არ უღალატებ. ჩაიმოსული ანგემრიელია და შემდეგ კითხოს დაგისვამ, იცი რა შენც ვატყობ იმ დროს ხარ ეკლესიაში მისული და მეც მე როცა რაღაცა ერთი კარგი ტალღა იყო და გაივსო ტაძარი და ახალგაზრდობი და რაღაც გარკვეული მოდაც იყო, მაგრამ კაი ის მოდაჯობა და ამოდოს როცა ვანძღავე. ეხლა პირიქით არის, ეხლა უფრო მოდაშია თუ არ მიდიხარ და საუბარიც არის, თითქოს ტაძრები დაიცალოს ვერ ვიტყვი მე დაცლილი ტაძარი არ მინახავს წირვაზე და დღესასწაულზე, მაგრამ ისეთი ახალგაზრდობა ნაკადი აღარ არის. როგორ ფიქრობ, რა არის დღეს იმის პრობლემა, თუნდაც საზოგადოებაში, ახალგაზრდობაში, რომ აი ასეთი ნეგატიური რაღაცა ახალი ტალღა აგორდა და თითქოს აი ახალგაზრდობა დაშორდა ეკლესიას. რას ფიქრობ, რა მიგეჩნია პრობლემაც? რას ფიქრობ შენ? სიმართლე გითხრა, არ ვიცი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, მაგრამ ანუ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია და რაღაც მომენტში გვესმის ყველას ბევრი პრობლემის შესახებ, რომელიც ტაძარში ხდება და ვთქვათ, ყველა ვერ უძლებს ამას, რომ არ დაბკოლდეს. ჩემთვის ყოველთვის იყო ეს, მე პატარად რო ვიყავი, მაშინაც მესმოდა ის სარწმუნოებაზე ლაპარაკი და რწმენაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ძალიან ემოციებთან და შეგრძნებებთან დაკავშირებული. ანუ მე რასაც ვგრძნობ რაცა უნდა ბევრი ცუდი ინფორმაცია გავიგო ეკლესიის შესახებ ან თუნდაც მამაოს შესახებ, იმიტომ რომ ყველანი ადამიანები ვარ და შეიძლება ყველა შეეშალოს. მე ვერ შემაცრევინებ ჩემ დამოკიდებულებას მერტის მიმართ. აი ვერანაირად ვერაფერს ვერ შეცვლის ჩემში. ამ იმას მე რასაც ვგრძნობ შიგნიდან არ ვიცი, ვინ უნდა მოვიდეს და ვინ უნდა გადამიტრიალოს ყველაფერი შეცვლის. ამას ვგრძნობ, ამას კი არ ვკითხულობ და ვთქვათ ვიგებ შენგან ან მამაოსგან, ამას მე ვგრძნობ და ამას ვერ გადამიკეთებს ვერაფერი და იცი რა, შეიძლება ყველას ეს ამ მომენტში არ კონდეს და ვთქვათ გადავიდეს სხვადასხვა რელსებზე და მე მაინც გონია შენ ძალიან სწორი აქცენტი დასვი, მე მაინც გონია პრობლემა არის ერთში. ამას შეიძლება ჩემ თავზე ვიძახე პირველ რიგში, არავის განსაკითხად არ ვიძახე. ჩვენ სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ეკლესია ეს არის ქრისტეს სხეული და ჩვენ ეკლესიაში სიარული გვინდა ქრისტესთან მისასვლელად და სანამ ჩვენ გვეგონება რომ რომელიმე სასულიერო პირი ეკლესია, თუნდაც იერარქი, აი იქ მოხდება, ყოველთვის იქნება, ნუ მე ხა ძალიან ცოტა შაბლონურ ფაზას ვიტყვი, რომელიც არაერთხელ თქმულა. იუდაც იყო 12 მოციქულში. მაგრამ იუდამ რახან შეცოდა და პატრიარქმა ერთხელ თქვა რომ იუდა უნდა გვეცოდებოდესო, ხო? ამის გამო პეტრე, იოანე, იაკობი არ დაკნინებულა. აი სანამ ამას არ გავითავისებთ, რომ ქრისტე გვინდა ჩვენ ეკლესიაში და არა კონკრეტული სასულიერო პირი, მაგრამ მადლობა ღმერთს სასულიერო პირები ბევრი არიან, ქრისტეს მიმბაძავები. აი ჩემ მითხრა ერთხელ ან მონასტერში ხშირად მინდოდა სიარული და ერთხელ მითხრა უბრალოდ არ შეგეშალოსო და პიროვნებებთან და ადამიანებთან არ წახვიდეო მონასტერშიო. ანუ რაღაც მომენტში იქ რომ მიდიხარ, იმდანაც საოცარი ადამიანები არიან, იმდანაც სხვა სამყაროა, რომ ეჩვევი მათ გიყვარდება და რაღაც ხშირად დინდება რომ ზუსტად მასთან შეიძლება რაღაცა დაუშვა შეცდომა და უცებ დაშორდა. ანუ გაკერპებაა ჩვეულებრივ. და აქთან გამომდინარე ის ესეთი სწორი რჩევა იყო რომ ანუ შენ იქ მიდიხარ რომ ღმერთთან მეტი დრო დახარჯო და არა ადამიანი რომელიც მართლა საოცარი და კარგია და იმას არ მიაწერო და ეს არის ზუსტად ანუ პიროვნებასთან არ დადიხარ და რაც თქვი თავიდან ესეც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეკლესიით არ იწყება და არ მთავრდება ჩვენი რწმენა და ჩვენი სარწმუნოება ზუსტად ის არის აი დაბკოლებად შეიძლება ეგ იყოს ზუსტად ეკლესიის მერე რაც ხდება ვთქვათ მე ჩემს გარშემო ვხედავდი იქ ბევრ ადამიანს რომელიც ეკლესიის გარეთ
ტაძარს გულისხმობ, ტაძარში კარგად გამოხვალ და უცებ გავიცნებ. და რაღაც ისე იქცეოდა ვთქვათ, რომ შენთვის აი ეს არის შენი მეგობარი იქ რო და ხო, თითქოს ტაძარში მეყო ქრისტიანი და გარეთ აღარ უნდა იყო ქრისტიანი. და ანუ ზუსტად ეგ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ და რთული რომ შეძლო და ის რასაც ვთქვათ იგღებულობ იმ ემოციას და იმ სისუფთავეს მე შეინარჩუნა ცხოვრებაში. მე მიხარია შენ ერთ ადამიანს ვიცნობ და საბედნიეროდ ბევრი არიან ესეთი მოაზროვნეები და ძალიან მიხარია რომ ჩვენ გადაცემაში მოხვედი დავთანხმდი და ამ თემაზე გვესაუბრე. წარმატებებს გისურვებ. მადლობა შენ. რომ ესეთ კარგ საქმეს აკეთებ. მე არაფერს საქმეს არ ვაკეთებ. მადლობა შენ რომ ესე კარგად ისაუბრე და გამიხარდება შეინახო ყოველთვის ეკრანზე სცენაზეც ცხოვრებაში ხო გამიხარდება და გამიხარდება. დიდი მადლობა. ას ბიბლიაში წერია შენ გწამს თუ არა და ეკლესიაში დადიხარ თუ არა მაინც ეგრეა საცხოვრებელი რა